ახლა ვიმყოფებით საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და ბუნებრივია ახლა ყველა კითხვა მიემართება მაკა ბოჭორიშვილს, რომელიც იყო ევროკომისიის წერილის მთავარი ადრესატი, წერილში რომელშიც გაწერილი იყო პირობები, რომლის შესრულების შემთხვევაში საქართველოს გაუგრძელდებოდა ვიზა ლიბერალიზაცია ევროკავშირთან. უვიზო რეჟიმი ვადა ამოწურულია, ქართულმა ოცნებამ უპასუხოდ დატოვა ევროკავშირი და ჩვენ დილიდან ვცდილობთ საგარეო საქმეთა სამინისტროსგან კონკრეტული პასუხის მოპოვებას, რას აპირებს ახლა საგარეო უწყება, როგორ აპირებს რომ საქართველოს მოსახლეობას შეუნარჩუნოს ის ძალიან დიდი სიკეთე, რომელიც ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენმა ქვეყანამ ჯერ კიდევ 8 წლის წინ მოიპოვა. ამ დრომდე პასუხი არ გვაქვს ჩვენ საგარეო უწყებისგან. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში რამდენიმე წუთის წინ შევიდა ისრაელის ელჩი საქართველოში, უნდა ვივარაუდოთ, რომ მაკა ბოჭორიშვილი უკვე იმყოფება საგარეო უწყებაში, თუმცა როგორც გითხარით, ჩვენ არანაირი პასუხი ამ დრომდე საგარეო უწყებისგან არ გვაქვს. რაც შეეხება იმას, თუ როგორ განვითარდება პროცესები, ამ შემთხვევაში ყოფილი დიპლომატები გვეუბნებიან, რომ შემოდგომა ამ მხრივ იქნება საქართველოსთვის გადამწყვეტი. ვესაუბრეთ საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს გიგი გიგიაძეს, რომელიც პირადად იყო ვიზა ლიბერალიზაციის შესახებ მოლაპარაკებებში ჩართული და ის დღეს გვეუბნება, რომ სავარაუდოდ უკვე ოქტომბრის თვეში საქართველოსზე იქნება კონკრეტული გადაწყვეტილებები მიღებული და საბოლოოდ უკვე ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი დეკემბერში გადაწყდება, როდესაც ევროპული საბჭო შეიკრიბება და ლიდერები საქართველოსზე იმსჯელებენ. დღევანდელ დღის შემდეგ უკვე ევროკავშირი დაიწყებს სერიოზულად ფიქს იმაზე, თუ რა ფორმით უპასუხოს აი იმ უმოქმედობას, რასაც ადგილი ჰქონდა პოლიტიკური პარტია ქართული ოცნების მხრიდან. უახლოეს მომავალში დიდი ალბათობით მოხდება საკითხის ინიციირება ან ევროკავშირის კომისიის, ევროკომისიისა ან ევროკავშირის წევრი რომელიმე ქვეყნის მიერ და მოხდება ამ საკითხის განხილვა, გატანა შესაბამის სხდომაზე, დიდი ალბათობით საგარეო საქმეთა მინისტრების ფარგლებში. შემდეგ მოხდება საკითხთან შეჯერება და დაახლოებით წლის ბოლოსთვის, ალბათ ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბრის დასაწყისში უკვე იქნება საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული. ეს დამოკიდებული იქნება, რა თქმა უნდა, ევროკომისიის შესაბამის შეთავაზებაზე და შესაბამის გადაწყვეტილებაზე ევროპული საბჭოს მიერ, მაგრამ გარკვეული პერიოდი ტრანზიტულ, ასე ვთქვათ, გარდამავალი პერიოდი, რა თქმა უნდა, ტრანზიცია იქნება და შესაბამისად, მაგრამ ამას დიდი ხანი ვერ გაგრძელდება. მე დარწმუნებული ვარ ჩემი შეფასებით, წლის ბოლომდე თუ გაგრძელდა, ესაც კარგი იქნება, მაგრამ შეიძლება უფრო ადრეც მოხდეს, არა ერთ დღეში, მაგრამ რაღაცა შეიძლება კვირები დაჭირდეს ამას. მე არ მაქვს მოლოდინი, რომ რამეს ფუნდამენტურად შეცვლის ქართული ოცნება. ჩემი აზრით, დღეს ჩვენ, რაც უნდა მათგან მოვითხოვოთ დღეს ხვალ ამ დღეებში, თქვენ მედიას როცა შესაძლებლობა გექნებათ მათ კითხვები დაუსვათ ჩვენ საჯარო სივრციდან, არის ეს ერთადერთი რამ გამოაქვეყნეთ. წააკითხეთ ქართულ ხალხს, ნუ უმალავთ იმ დოკუმენტს, რომელიც გაუგზავნეს ბრიუსელს და იქ ყველაფერი გამოჩნდება. იმედი მაქვს, რომ ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება არ მოხდება საქართველოსთან მიმართებაში და საკმარისი რაოდენობის სახელმწიფოები აღმოჩნდებიან ევროკავშირში, ვინც წინააღმდეგ მისცემენ ხმას. ქართული ოცნება უკან არც ერთ ნაბიჯს არ დგამს, ამ ფონზე კი ჩვენი ქვეყანა სულ უფრო და უფრო ექცევა პოლიტიკურ იზოლაციაში, პოლიტიკურ და საერთაშორისო იზოლაციაში. კოპენჰაგენში არიან შეკრებილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების პირველი დიპლომატები და 2 დღის განმავლობაში ისინი იმსჯელებენ ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით. იქ იმყოფება ევროკავშირის ყველა პარტნიორი ქვეყანა, კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნები, დასავლეთ ბალკანეთის, თურქეთის, უკრაინის, მოლდოვის წარმომადგენლები. ერთადერთი, ვინც ამ სამიტს ძალიან მნიშვნელოვან არაფორმალურ სამიტს არ ესწრება, ეს არის საქართველო და არსებობს მოლოდინი, რომ ამ სამიტზე პირველად იმსჯელებენ ევროკავშირის წევრი პირველი დიპლომატები, ევროკავშირის წევრი ქვეყნების პირველი დიპლომატები საქართველოსთვის ვიზა ლიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებაზე.